მოდი დავიწყოთ ამ ადამიანით, ვინ არის ეს ადამიანი? ვაუ, იმპერატორია, გასაკვირი არ არის, რომ ვერ ივიწყებთ ამ ადამიანს. ეს ადამიანი არის საკმაოდ რაციონალური, საკმაოდ ჩემდგარი, წარმატებული საკუთარ ცხოვრებაში და რაღაც საკუთარ თავზე ორიენტირებული. შეიძლება ითქვას, ჯიუტიც არის და თუ რამეს გადაწყვეტს, რომ ესე უნდა იყოს, ძალიან რთულია ამ ადამიანს შეაცვლევინო აზრი. მოდი ვნახოთ რა შანსია, რომ ეს ადამიანი მოbrunდეს. ამ ადამიანს ახლა აქვს ძალიან დიდი კრიზისები შინაგანი. ემოციურად არის ძალიან გადაღლილი და გამოფიტული და თითქოს შენ რაც წახვედი ამ ადამიანისგან მთელი რაღაცა ტვირთის ძიდვა მოუწია თვითონ და მთელი ტვირთი დააწვა ამას მხრებზე და შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოფიტა არა მარტო ფიზიკურად, არამედ ემოციურად. ძალიან გადაღლილია, ძალიან ბევრი შიში შეიძლება გქონდეს, ფოთვა შეიძლება გქონდეს, უძილობა, ძალიან ცუდი სიზმრებიც. კოშმარები შეიძლება ისიზმრებოდეს ამ ადამიანს და არის ძალიან გადაღლილი და სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე მისი დაბრუნების შანსი ნაკლებია, რადგან საკუთარ ბრძოლებშია და თითქოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ახლა ურთიერთობაში ჩადოს ენერგია. მოდი ვნახოთ, რას გეუბნება სამყარო, რა უნდა იცოდე ამ ადამიანის შესახებ. შენ უნდა იცოდე, ამ ადამიანზე არ მიმითითებს სამყარო, სამყარო მიმითითებს შენზე. შენ ხარ ძალიან ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი ენერგეტიკა, ძალიან პოზიტიური ენერგეტიკა და აი ეს მოლოდინი, რომელშიც ახლა ხარ, რაღაცნაირად ჭედავს შენს ენერგიას და სამყარო უფრო აქეთკენ მიგითითებს, რომ შეწყვიტე მოლოდინი და გათავისუფლდი და გაათავისუფლე საკუთარი თავი. იმიტომ რომ ნახე, როდესაც შენ ცდილობ და ელოდები ამ ადამიანს წარსულიდან, ხო? ნახე, ეს ადამიანი როგორ ენერგიებშია, როგორ ნეგატივშია, ავტომატურად შენსა და მას შორისავლებ ენერგეტიკულ ძაბს და აი ამ ენერგეტიკული ძაბის საშუალებით შენზე გადმოდის მისი ნეგატივი და შესაბამისად ის თუ რაღაცა უბედურია ცხოვრებაში, შენს ესე გიფუჭებს ცხოვრებას ამ ადამიანზე ფიქრი. და სამყარო გეუბნება, რომ აი რო არა ეს ადამიანი და მისი რაღაცა დრამები, რაც ახლა ცხოვრებაში აქვს, შენ ბევრად უფრო კარგად იქნებოდი. მოდი ვნახოთ აბა ზოგადად რა შანსია, რომ ამ ადამიანმა გამოაღწიოს აი ამ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა არის. შანსი არის, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ გამოაღწევ ჯერ აქედან, იმიტომ რომ ეს ადამიანი გითხრევს უკან, გითხრევს იმ დრამებში, რომელშიც თვითონ ცხოვრობს ახლა და პირველ რიგში შენ თუ გამოხვალ აქედან, მერე არის რაღაც შანსები, მაგრამ სანამ შენ წეს ემოციურად ჩათრეული ხარ ამ ყველაფერში, უბრალოდ რაღაცა ჭიანურდება უფრო მეტად სიტუაცია რა და სამყარო გეუბნება აქ რაღაცა წადი, აინთე ენერგეტიკულად, ახალი კავშირები იპოვე, ახალი ადამიანები გაიცანი, იმოძრავე, კვერთხის ენერგია არის მოძრაობის ენერგია, რაც უფრო მეტად აქტიური ცხოვრება გექნება, მით უფრო მეტი სინათლე შემოვა შენ ცხოვრებაში, მით უფრო მეტი ფინანსური მდგომარეობა, უკეთესი ფინანსური მდგომარეობა შემოვა შენ ცხოვრებაში და რაღაცა სიბრძნეც შემოვა, რომელიც შეიძლება ახლა გაკრია, ხო? თითქოს ახლა რაღაცნაირად ვერ ხედავ რეალობას ისეც როგორიც არის და ის გჭირდება რომ ვიღაცას კითხო რჩევა, ან ტაროლოგთან მიხვიდე რომ აი დაბრუნდება, ესე იქნება და არ ჩანს რომ შენ გიქნება მე შინაგანი ცოდნა ისეთი რომ არც არავისთან მისვლა და არც არავისთვის კითხვა არ დაგჭირდება რომ აი რამელის მომავალში, იმიტომ რომ შენ დაიბრუნებ რაღაცნაირად გავლენას შენ ცხოვრებაზე და დაიწყებ შენი ოცნებების ასრულებას. და აი შენ რომ მდგომარეობაში გადახვალ უკვე რა იქნება ამ ადამიანთან, რა მოხდება. რაღაც ამ ადამიანთან არაფერიც არ მოხდება, ისევ შენ თავს მიჩვენებს და ისევ იმ მდგომარეობას მიჩვენებს, რომ მეტი შანსია რა ყოველ შემთხვევაში, აქ რაღაც გარანტია არ ჩანს, რომ ეს ადამიანი მოbrunდება და ერთად იქნებით და ასე და ისე, მაგრამ მეტი შანსია, რომ შენი გამოფხიზლება, შენი გამოღვიძება და წინსვლა იყოს ამ ადამიანისთვის ასევე გამომაფხიზლებელი, ხო?
და ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია ამ ურთიერთობის აღდგენის. მოდი აბა ერთი არკანი დავამატოთ. ხო, არის შანსი ნამდვილად არის. მაგრამ 100%-იან შანსს ვერ მოგცემ და ვერ მოგცემ რატო იცი? იმიტომ რომ შენ თუ აქ დარჩი აი ამ მდგომარეობაში წავით ეს არკანი. აი ამ მდგომარეობაში თუ დარჩი, არაფერიც არ იქნება. ეს ადამიანიც ვერ გადავა, ასე ვთქვათ, სხვა ენერგიებში, ხო? და თუ შენ შეძელი და აი აქედან გამოაღწიე, მაშინ ჩათვალე, რომ შენი ცხოვრება სრულიად ახალ ლეველზე გადავა. სულ ეს ორი სითქმეც მინდა და გელოდები პირადში თუ გაინტერესებს შენზე მორგებული გაშლა, გაითვალისწინე, რომ ეს არის ზოგადი გაშლა და ზოგად გაშლაში ვერ გაიგებ მართლა ყველა ის ადამიანი დაბრუნდება თუ არა. თითოეულ თქვენთაგანს ვისი მოლოდინიც გაქვთ და სწორედ ამიტომ გელოდები პირად სესიებზე, აბა შენიც წარმატებებს გისურვებ.